დღეს ჩვენ ვკითხულობ 24 თავს დაბადების წიგნის. მინდა შეგახსენოთ, აქ რამდენიმე ესეთი დეტალი არის, რომელიც აუცილებელია ვიცოდეთ. ესე იგი 23 თავი მთავრდება იმით, რომ გარდაიცვლება სარა და აბრაამი იყიდის სარასთვის საფლავს და შეგითხარით და კლავ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბრაამი გახლავთ თავისი დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი, შეიძლება ასე ეწოდოს მას, მატერიალურად შეძლებული ადამიანი, ერთადერთი ქონება, რომელსაც აბრაამი შეიძენს, ეს არის სასაფლაო. მეტი არაფერი აბრაამს არ შეუძენია, მინდა გითხრათ, ისე წავიკითხავთ ჩვენ მის ცხოვრებას და ისე დავამთავროთ მის ცხოვრებას, რომ ნახავთ, რომ აბრაამს არაფერი არ შეუძენია ერთადერთი ქონების გარდა, რომელიც არის სასაფლაო და ეს არის მახპელას გამოქვაბული. მაგრამ ასევე მინდა შეგახსენოთ 22 თავი და რატომ ამის მიზეზსაც გეტყვით ახლა. ნახეთ 22 თავში მოთხრობილი იყო ისააკის ხვებშეწირვის აბრაამის მიერ ისააკის ხვებშეწირვის შესახებ. ეს ისტორია თქვენ კარგად გახსოვთ, რომ წინასახი არის მაცხოვრის შეწირვისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარს გაეკრა, მაგრამ დასასრული 22 თავისაა გახლავთ შემდგომი. ამ ამბების შემდგომ მოხდა, ანუ ამ როდესაც ისინი დაბრუნდნენ მორიას მთიდან და ემცნო აბრაამს, რომ აჰა მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისთვის, ანუ აბრაამის ძმასაც შეეძინა შვილები. უცი მისი პირმშო და ბუზი, ამის ძმა კემუელი, არამელთა მამა, ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბათუელი, ხოლო ბათუელს შეეძინა რებეკა. ანუ ხო ჩამოთვლილია რამდენიმე კაცის სახელი, მაგრამ აქვე წერია ბათუელს შეეძინა რებეკა, ეს 8 უშვა მილქამ ნახორს აბრაამის ძმას. მის מחარჭამად სახელად რეუმამ შვა ვაჟები, ტებანი, გახამი, თახაში და მაყაკა. ნახეთ სახელები ჩამოთვლილია, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავიკითხეთ და თვითონ წინა წერილი შეგნებულად ჩერდება და მხოლოდ რებეკას ასახელებს ერთადერთ ქალს, იმიტომ რომ ის მომავალი ცოლი არის ისააკისა, რომლის შესახებაც დღეს ჩვენ 24 თავში უნდა წავიკითხოთ, რომ როგორ მოხდა მათი შეუღლება და რას აკეთებს აბრაამი. 24 თავის დასაწყისი. მოუხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა, ყველაფრით ნაკურთხი ყავდა უფალს აბრაამი. ხანში შევიდა, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჯერ 100 წლის იყო, როდესაც ისააკი დაიბადა და ისააკმა რო ცოლი მოიყვანა, დაახლოებით 40 წლის იყო თვითონ ისააკი. შესაბამისად, უნდა კაცრავად ვიგულისხმოთ, რომ აბრაამი ამ დროს 140 წლის გახლავთ, შესაბამისად ხანში შესული ქვია მას ნამდვილად, იმიტომ რომ ამ პერიოდში უკვე სიცოცხლის წლები დაკლებულია. თუმცა კი ის 175 წლამდე იცოცხლებს, მინდა გითხრათ, ანუ კიდევ 35 წელი კიდე იცოცხლებს, მაგრამ ყველაფრით ნაკურთხი ყავდა უფალს აბრაამი, ამაში სხვადასხვა თარგმანებში შეიძლება შეგხვდეთ, რომ აბრაამი ყველაფრით იყო სავსე და თითქოს ამ ქვეყნიურს გულისხმობს, მხოლოდ რომ ძალიან დიდარი იყო, არა. პირველ რიგში სულიერი სიმდიდრე ჰქონდა ამ ადამიანს, სარწმუნოებრივი სიმდიდრე ჰქონდა და ამის შემდგომ შეიძლება ამ ქვეყნიურზეც ილაპარაკო, იმიტომ რომ ნაკურთხი იყო ყველაფრით, რომ ნამდვილად ესე იყო, რომ ყავდა ძალიან ბევრი ცხვარძროხა, ყავდა ძალიან ბევრი ესე იგი ადამიანები, რომლებიც მსახურობდნენ მის ამ საქმეში და რასთავარია, ეს იყო ერთი რელიგიური რაღაცა შეიძლება ითქვას, რუსები რომ ეძახიან აფშინას და რაღაცა საერთო ჰქონდათ ყველაფერი და რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ადამიანები იყვნენ. უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახთუხუცეს, მთელი თავისი ქონების გამგებელს, საზარდულ ქვეშ ამომიდევი ხელიო. ეს არის ელიაზარზე, დამასკოელ ელიაზარზე ლაპარაკი, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ერთხელ აღვნიშნეთ და გითხარით ელიაზარის შესახებ, ვინც იყო და რაც იყო, ეს იყო აბრაამის მოურავი, პირველი კაცი შეიძლება ითქვას, მარჯვენა ხელი მისი დამხმარე და ამ ელიაზარს რაღაცა დავალება უნდა მისცეს. ეს იყო ფიცის ერთგვარი გამოხატულება. რას ნიშნავს საზარდულ ქვეშ ამომიდევი ხელი? მოგეხსენებათ, საზარდული არის აი ესე თეძოების გაყოლება, აი ეს ადგილი წელს ქვემოთ და აი ეს ფიცი ხდებოდა ამ ადამიანებისთვის, ამ რელიგიური შეიძლება ესე ითქვას დაფიცებას წარმოადგენდა ეს, რადგანაც რა არის ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ფიცი. როდესაც ადამიანი პირჯვარს გადაიწერს და ამბობს, რომ აი
რაღაცა ესე არის თქვა შეიძლება და ეს მისთვის ფიცი იყოს, რაღაცა აღთქმის დადებაც იყოს, ან ესე გავაკეთებ, ან პირიქით რაღაცა სიმართლეზე ამბობს, რომ ეს ნამდვილად ესე იყო და პირჟორს ანუ ფიცის ან გამოხატულება თავისი სარწმუნოების, ესე შეიძლება ითქვას, რომ ფიცია შენი სარწმუნოების გამოხატულება. მათთვის, ჩვენთვის რადგანაც ჯვარი არის ეს, იმიტომ რომ ჯვარი არის ნიშანი ჩვენი რელიგიურობისა და რელიგიურობის გამსაზღვრელი ამ შემთხვევაში, მათთვის რელიგიურობის გამსაზღვრელი იყო აღთქმა. აღთქმა მათი მიცემული იყო რა რითი, წინადაცვეთით. ანუ წინადაცვეთილება მოეთხოვებოდათ მათ თავიანთი რელიგიურობის გამო, ეს უფლისაგან მოცემული კანონი იყო, შესაბამისად მათი ფიცი ესეთი იყო, რომ ესე უნდა მოეკიდა ხელი თქვათ წელზე ესე უნდა მოეკიდა მისთვის ელიაზარს და ესე უნდა დაეფიცებინა. გაფიცებ უფალს, ღმერთს სისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორის მე ვცხოვრობ. ანუ ელიაზარს ეუბნება თავის რომ არავითარ შემთხვევაში ქანაანელი ცოლი არ უნდა შეერთოს ისააკს. რადგანაც აბრაამისთვის ცნობილია რომ თუ კი მოხდება გათქვეფა, ესე იგი სხვა რჯულის ქალს მოიყვანს ისააკი, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და ეს საიდან იცის? ისმაელმა, რომელმაც მოიყვანა ადგილობრივი ქანაანელი ცოლი, რა დღეში აღმოჩნდა ისმაელი ამის შემდგომ და არსებობს გადმოცემა, რომ მან ერთი ცოლი გააშვებინა კიდეც აბრაამმა ისმაელს და ისმაელმა ამის შემდგომ სხვა შეირთო, რომელიც ცოტა უფრო გონიერი იყო და ცოტა უფრო ახლოს იყო რაღაცა აბრაამის ოჯახის ტრადიციებთან. არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ისააკს. უთხრა მორჩილმა, თუ არ წამომყვა ის ქალი იმ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი. ეს დიალოგი ესე რატო იმართება, იცით და რატომ არის ესე დააწვრილებით? იმიტომ რომ ელიაზარი ფიცდებს და ეს ფიცის შესრულება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მაშინ დღეს არის ეს რომ გაუფასურებულია და ყველაფერზე შეიძლება დაიფიცოს ადამიანმა და ყველაფერზე შეიძლება სიტყვის მასალა თქონდეს, ამას გეფიცებით, იმას გეფიცებით. მაშინ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას. გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იყო, იმიტომ რომ ფიცის გამტეხელი კაცი ავტომატურად მოკვეთილი იყო საზოგადოებისგან და მას თვლიდნენ როგორც უკიდურეს ცოდვას, რომელსაც არც სულიერი და არც ფიზიკური რაღაცა კავშირი არ შეიძლება ქონოდა ესეთ ადამიანთან, რომელმაც ფიცი გატეხა და რასთავია ყველას ეშინოდა ღმერთისა, რომ არ გაეტეხა ფიცი. შესაბამისად, თითოეულ დეტალს აზუსტებს ელიაზარი, რომ აი ამ ფიცში რაღაცა არ გაეპაროს და არ აღმოჩნდეს ელიაზარი ფიცის გარეთ. ამიტომ აზუსტებს და ეუბნება, რომ თუ ვინიცობა ეს ქალი არ წამოვყვა მე აქეთ, მაშინ მაქვს თუ არა უფლება რომ მოვკიდო შენს ისააკს ხელი და იქეთ ჩავიყვანო, იმიტომ რომ ქანაანელი ქალი რომ არ გინდა ეს პირობა თავიდანვე დააყენა აბრაამმა და თქვა რომ გაფიცებ არ მოუყვანო ქანაანელი ქალი. ეს გავიგე. მუნდა მოუყვანო შენი ნათესავი, მაგრამ თუ ის არ წამოვყვა ჩავიყვანო თუ არა ეს აი ესეთ შეკითხვა აქვს. უთხრა აბრაამმა, გაფრთხილებ, კვლავ მეორედ სიტყვა ისმის, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე. ნახეთ, აი ძალიან მკაცრად განსაზღვრავს ამასაც, რომ არც ქანაანელი ქალი მოუყვანო და არც ჩემი ძე არ დააბრუნო იქ, იმიტომ რომ ეს ერთი და იგივეა ფაქტიურად. აქ შეირთავს ქანაანელ ქალს და აქ წავა მერე მათი შთამომავლობა რაღაცა გაუკმართებისკენ თუ პირიქით იქ ჩავა და იქ თვითონ ესე იგი ისააკი თუ არ შეცდა, თქვათ, მისი შთამომავლობა შეცდება, იმიტომ რომ ისინიც ნახევრად წარმართები არიან, მინდა გითხრა და ჩვენ როდესაც წავიკითხავთ მერე რებეკას ძმის ლაბანის ცხოვრების და მის წესს, მიხვდებით რომ მას კერპები აქვს სახლში. როდესაც იაკობი წამოიყვანს იქედან თავის ცოლ-შვილს, რაქილი მოიპარავს მამამისის კერპებს. ანუ ქონდათ რაღაცა ნახევრად წარმართული, ნახევრად სწორი რელიგიური ესეთი რაღაცები დღევანდელ დღესაც ხდება. თქვენ ამან არ გაგაკვირვოთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც საქართველოს მთიან მხარეებში შეიძლება ნახოთ რაღაცა ქრისტიანობა შერეული წარმართობასთან, ქრისტიანობა შერეული რაღაცა ხალხურ ტრადიციებთან, რაღაცა ბებოს ზღაპრებთან და ასე შემდგომ, ესენი ერთმანეთში ისე არის გათქვეფილი, ვეღარ გაიგებ რომელია ნამდვილი ქრისტიანული წესი და რომელია ნამდვილი ხალხური წესი. შესაბამისად, მაშინაც ესეთი იყო. აბრაამთან არის ეს სუფთად დაცული წესი, მინდა გითხრათ, ამიტომ აბრაამს არ უნდა არც ქანაანელი ქალი და არც ის უნდა რომ დაბრუნდეს ისააკი. უფალი ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამა-პაპის სახლიდან, აბრაამი ამბობს. ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენ შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოს და წამოიყვან იქიდან ქალ ჩემი ძისათვის. ეს ფაქტიურად აბრაამისგან მიცემული კურთხევაა.
აბრაამის წინასწარმეტყველებაც არის ესა, რომ აბრაამი ამას ესე ხედავს, რომ უფალმა რომელმაც გამომიყვანა მე ჩემი მამაპაპის სახლიდან და შენ პირდა რომ ამიწას შენ მოგცე, ამიტომაც აბრაამი აქ არაფერს არ ყიდულობს, მინდა გითხრათ, გარდა იმ საფლავისა, რომელიც არასთვის შეიძინა, იმიტომ რომ იცის რომ ეს აღთქმული მიწა ამისთვის და ღმერთი ამას მას შეპირდა, ეუბნება რომ რომელმა ღმერთმაც გამიყვანა მჯერა და მწამს იგივე ღმერთი შენ გამოგაყოლებს ანგელოს და იქედან წამოგაყვანინებს აი ამ ქალს, ჩემი ძისათვის. თუ არ წამოყვა ქალი, ანუ ელიაზარს ეუბნება რომ დამშვიდეს ელიაზარს და არ კონდეს ნერვიულობა. თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისაგან. ანუ წინასწარ ეუბნება რომ თავისუფალი ხარ რომ ამ კაცმა არ ჩავარდეს იმაზე რელიგიური ადამიანია ელიაზარი, მინდა გითხრათ, ისე ვერ იქნებოდა ის აბრაამის მარჯვენა ხელი, შესაბამისად ვეც ესე დობას გამოუცხადებდა რომ ისი ძისთვის ცოლის მოსაყვანად ვერ გააგზავნიდა, შესაბამისად ანდერცდორს გახდება. ხო, ეუბნება რომ თავისუფალი ხარ ამ ფიცისგან ნიშნავს იმას, რომ ელიაზარს თავისუფალი მოქმედების საშუალება თუ არ გამოყვება, ამის გამო ელიაზარი სასოწარკვეთილებაში რომ ჩავარდეს. ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი, კვლავ უმეორებს ამის. ამოუდო ხელი საზარდულ ქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეფიცა რომ შეუსრულებდა ამას. გამოიყვანა მორჩილმა 10 ათლები თავისი პატრონი ჯოგიდან და გაუდგა გზას. მის ხელში იყო ის, მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუა მდინარეთში ნახურის ქალაქისკენ. ეხლა ძალიან საინტერესოდ იწყება უკვე განმარტებები ალეგორიული, რომელსაც ალექსანდრიის სკოლა გვთავაზობ ჩვენ ეკლესიაში, რომ რას ნიშნავს ეს მოქმედება. აქ ამბობენ რომ აბრაამი განასახიერებს მამა ღმერთს, ისააკი განასახიერებს ძე ღმერთს, ელიაზარი განასახიერებს სულიწმინდა ღმერთს, რომელმაც საზძლო განასახიერებს რებეკავის ეკლესიას. ამიტომ სულიწმინდა ეძებს სიძისთვის საზძლოს. ანუ თვითონ არის შუამავალი, სულიწმინდა არის შუამავალი სიძესა და პატარძალს შორის, რომ ისინი შეერთდნენ და ერთად იყვნენ. ამიტომაც ეს აი ასეთ სიმბოლოს ხედავთ ამაში წმინდა მამები და პირდაპირ ამბობენ რომ 10 ათლემი 10 მცნება არის, რომელიც გამختارიყოს ძალი იმ სიძისა, რომელიც არის საფრთხო სიძე ამ შემთხვევაში. ჩაამოხლა ათლემები, აქ კიდევ ერთი რამ წერია, რომ არ გამოგჩეს რომ მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონებაო, ხაზგასმულია ელიაზარის და თანამდებობა კი არა, ნდობით აღჭურვილობა, რომ ეს ადამიანი რამდენად ნდობით აღჭურვილია აბრაამის მხრიდან. ჩაამოხლა ათლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამო ხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს. ჩვენ არაერთი ვილაპარაკი ჭის მნიშვნელობაზე მოკლედ აი ამ აბრაამის პერიოდში. რა იყო ჭის მნიშვნელობა? მოგეხსენებათ ეს უდაბნო ადგილია, იქ არ არის ისე რომ წყალი მოჩქეფდეს, ყველა საერთოდ გაიხედა, არ არის ეს საქართველოსნაირად, რომ სადაც ჯობს და არ წავს წყალი ამოდის, არამედ პირიქით წყალი დეფიციტია და ამიტომ აქვთ რაღაცა საერთო ჭა, იმის ირგვლივ შეიძლება იყოს ან ქალაქი, ან სოფელი, არ აქვს მნიშვნელობა და ამაზე არის ძალიან დიდი ლოდი. შესაკრებელი ამ ჭასთან არის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთ და იმავე დროს გამოდიან ჭიდან წყლის ამოსაღებად. რადგანაც ეს არის ქალაქ გარე კარიბჭეა, აქ იკრიბებიან საჯულებიც, აქ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც საღამო ხანს, როდესაც უკვე ჩრდილი წამოდის და ცოტა რაღაცა შვებას იგრძნობენ ადამიანები, ერთად ჩამოჯდებიან, ერთმანეთს აზრებს გადასაწყვეტ საქმესაც აღწყვეტენ და ამავდროულად მამაკაცები, რომლებიც ამ დიდ ლოდს გადასწევენ იმისგან, ჭისგან, რომ ადამიანებს წყლის ამოღების საშუალება ჰქონდეთ, შესაბამისად ეს არის მათი შესაძლებელი. უნებრივი არ ჩერდება ელიაზარიც, იმიტომ რომ იცის რომ აქ მოგროვდება ის საზოგადოება, სადაც მას შეუძლია გაარკვევს აბრაამის ნათესავების საცხოვრებელ მინარიან ახალყია და შეიძლება თუ არა მათთან სტუმრობა. თუმცა კი ჩაამოხლა ათლემები, როგორც უკვე გითხარით, მაგრამ ნახეთ იწნევს ელიაზარი ლოცვას. აქ ეს ტექსტი წერია და არ წერია რომ ლოცვას იწნევსო, მაგრამ ნახეთ აბა თუ არ არის ლოცვა. თქვა ელიაზარი, ვისეუბნება, რა თქმა უნდა ღმერთს. უფალო ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართებ დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა ლოცვა არის, ღმერთს ელაპარაკებ. მადლი უყავი ჩემს პატრონს აბრაამს. აჰა ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასული, სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად. აი ამ ქალაქით, ანუ რაღაცა გარკვეული დროა ისეთი მოსაღამოვებულია, რომ წესით უნდა მოვიდნენ ასული წყლის ამოსაღებად. თუ მოხდა და ყმაწვილ ქალმა, რომელსაც ვეთქვი, პირი წაუქციე შენს კოკას,
წყალს დავლენ მეთქი. მითხრა შენ ძდალიე და აკლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის. ისააკისთვის რომ ხავს დანიშნული, მიუხვდები რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს. ანუ ელიაზარი ამ შემთხვევაში არავინ იფიქროს რა კითხავს. ლოცულობს ასე. ღმერთს თხოვს რომ ის კი არა რომ თქვა გაიკითხავს ვინ არის აბრაამის ძმა და საცხოვრობს და მე იმას შვილი ვიყავს და აბა ქალიშვილი ვინ დაიბადა თქვენს ოჯახში და ვის უნდა ისააკის ცოლობა. არა. პირდაპირ ღმერთს თხოვს რომ ნიშანი მისცეს რომ თუ კი ეს ასე მოხდება, ესე იგი მართლაც როგორც აბრაამმა დალოცა და უწინასწარმეტყველა, მართლაც ანგელოზი უძღვის ამ საქმეს, მართლაც საფრთხო საქმე რომ თვითონაც დარწმუნებული იყო სამაში რომ მისი მოქმედება უფრო გამყარდეს ამით. და ნახეთ რა ხდება მე-15 მუხლი, ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა გამოვიდა მხარზე კოკა შემოდგმული რებეკა, რომელიც შეძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის ნახურის ვაჟიშვილს. ხმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად. ხალწული იყო, მამაკაცი არ გახარებოდა. ეს აღნიშნულია ხაზგასმით მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თუ ის არ იქნებოდა ხალწული ელიზერი არ წარმოიქმნიდა მას. ამიტომაც დღევანდელ დღესაც ეს რაღაცა თემა რომ საქილიკოთა აქვს გარდებული ადამიანებს, მინდა გითხრათ რომ არ არის ეს ნამდვილად საქილიკო თემა. პირველ რიგში ის რომ ქანაანელი ქალი რო არ მოყავს აბრაამის თავისთან ოჯახში, ესეც იმის ნიშანია პირველ რიგში რომ უნდა ეცადოს ყოველთვის მორწმუნე ადამიანს ყავდეს მორწმუნე ცოლი. როდესაც ეს ასე არ არის, თქვენ კარგად მოგხსენებათ როგორც ხდება. მე რა განხეთქილება არის ოჯახში. ბავშვები ხან საით მიიდრიგებიან, ხან საით მოიდრიგებიან. ბავშვები არიან თუ არ არიან ოჯახში, ამასაც არ აქვს გადაწყვეტილი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თვითონ ცოლ-ქმარ შორის არის გაუგებრობა, იმიტომ რომ თუ ქმარი მორწმუნეა და ეკლესიაში დადის, ცოლს საერთოდ არ აინტერესებს ის სამყარო, ამის გამო კონფლიქტებია ოჯახში და აფასი გაუგებრობა. შესაბამისად, ერთი საკითხი ის რომ ის ქანაანელი ან მორწმუნო ქალი ამ შემთხვევაში მორწმუნეს არ გამოადგება აბრაამი ამის მაგალითი იძლევა თავში, მაგრამ ამავდროულად იძლევა აი ეს ხაზგასმა, რომ ის ქალწული იყო. კიდევ ერთი საკითხი, ებრაულ ენაში აი აქ სიტყვა, რომ ქალწული იყო და მამაკაცი არ გახარებოდა. აღნიშნული არის ქალწული სიტყვა ალმა. ეს სიტყვა ალმა გამოყენებულია ისაია წინასწარმეტყველის წიგნში, როდესაც ის ამბობს, აჰა ქალწული მიუდგეს და შობძეს. სიტყვა ქალწული გამოყენებულია ალმა, რადგანაც აქ წერია რომ ქალწულის მნიშვნელობა რა არის, რომელსაც მამაკაცი არ გახარებოდა პირდაპირ. შესაბამისად ისაიას წინასწარმეტყველებში წერია ქალწული, თუმცა კი იგულისხმება რომელსაც მამაკაცი არ გახარებოდა, რადგანაც ის ძალიან ბევრი ამბობს რომ არა ქალწული კი არა ქალ რა გასაკვირია ეს რომ ქალმა შეიძლება შვილი შვას. არავითარი ქალწულის საგანშობა არის სწორედ საკვირველი რომ არ ირღვევა ქალწულებად და ესე ხდება მისი შობა. ეს გახლავთ რაღაცა ის საფრთხო სასწაული რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ ღვთისმშობელზე ამ შემთხვევაში. მამაკაცი ჩავიდა წყაროზე კოკა ავსო და ამოვიდა. გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა, ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან. ნუ ეხლა ელიაზარი რადგანაც ესე ლოცულობს და მომენტალურად ესეთი ამბავი ხდება, მაშინ მე მივიდა. შეასვა თუ არა უთხრა, შენ საქმეებსაც ამოუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწმუნდები. უმალვე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭიშკენ წყლის ამოსალებად. აკლემებსაც ამოუტანა წყალი. ანუ ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, რომ ელიაზარმა რაც თქვა, ის იმ წუთში სრულდება და ალბათ ელიაზარის გაკურებული თვალები ხო წარმოიდგენიათ, ეხლა რომ აი ამ საფრთხო განგებულებას უყურებს, რომ ხო, რომ ლოცვას დამთავრებაც კი ვერ მოასწრო, რომ მომენტალურად სრულდება ის, რაც თქვა. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგოს სასიკეთოდ წარმართა თუ არა უფალმა გზა. არ ჩქარობს მაინც, ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაც ილოცა ზუსტად ისე სიტყვასიტყვით ხდება, არ ჩქარობს მაინც ელიაზარი რომ დაეტაკოს და უთხრას, რომ აი ხლა მე ვილოცე და შენ ხარისხალი. არა, ესე არ ხდება. ნახეთ, აი წმინდანებთან, აი ბიბლიური ეს ისტორიები სწორედ იმას გვასწავლის, რომ კი გასაგებია ღმერთმა ეს ნიშანი მოგცა, მაგრამ მაინც არ არის სასურველი, რომ ადამიანი ემოციებს ახვეს და ემოციების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რა ხამილოს და ასე მოხდა, კი ნამდვილად ეს არის და მომენტალურად დაეტაკოს ეხლა ამ ადამიანს და უთხრას, რომ აი შენ ხარ ნამდვილად და ეხლა უნდა წაგიყვანო ის აქთან ცოლად. არა, აკვირდება ამ ყველაფერს ესე უყურებს. როცა დაარწმუნდნენ აკლემები, ამოიღო კაცმა 1 ბეკაკიანი ოქროს საფურე და 10 ბეკაკიანი 2 ოქროს სამაჯური. სინამდვილეში საფურე რო წერია, უბრალოდ ვერ დაწერდნენ, ამას საცხვირეო თორემ მაშინ პურზე არ ქალები ისე და აღმოსავლეთში მოგინახავთ როგორც დადიან ქალები.
შესაბამისად ყურზე არც გამოჩნდებოდა მათთვის არანაირი სამკაული, მისი მიკეთებდნენ ამას ცხვირზე, ნესტო იყო გაფრთხილი და ნესტოზე უკეთდებოდა. და სამაჯური ბუნებრივია ხელზე, ამაში არაფერი. უბრალოდ თარგმანში იქ ბედა ებრაულ ენაში პირდაპირია წერია, რომ ცხვირზე გასაკეთებელი და მაგ წერია საყურე, იმიტომ რომ ამ თარგმანში ცოტა გაუგებარი იქნებოდა და საცხვირეს ვეძახით და ჩვენთვის უცხო სიტყვა რა არის საცხვირე. უთხრა ვისი ხარ შვილო, მითხარი და თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის. უთხრა ქალმა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა. ანუ აბრაამის შვილი არის ეს. კვლავ უთხრა, ბზეცსა და თივაც მრავალად გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანისცა. მადლობა გადაიხადა ელიაზარმა, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მუხლი მოიყარა და თაყვანისცა ნიშნავს იმას, რომ კი არ დაიჩოქა. იცით როგორ იმაზეა, ინახავთ ვინმეს კედელი რო აქვს ებრაელებს დარჩენილი, ტაძრის კედელი იქ როგორ უცოდა. ნახევრად მუხლში კი არ იჩოქებენ, მიწაზე კი არ იჩოქებენ, აი მუხლებში მოიდრიკებიან და მხრებში ესე და თავებს ესე რო აკანავებენ. ხო გინახავთ? ეს არის თაყვანისცემა. შესაბამისად ამაზე არის ლაბორატორია, ესეთი თაყვანისცემა გააკეთა, ღმერთს მადლობა გადაუხადა. თქვა ურთხეული ყოს უფალი ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს. გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავის დედის სახლში და შეატყობინა ეს ამბავი. ძმა ჰყავდა რებეკას სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ წყაროსთან. როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის რებეკას მონაყოლი ასე მელაპარაკაო ის კაცი მივიდა იმასთან და ხედავს აქნევებთან დგას საროს პირას. იცით რა ეს შემთხვევით არ არის ლაბანზე დაწერილი, იმიტომ რომ ჩვენ მე ვნახავთ რომ ლაბანს ეს სიხარბე გააჩნია და ამიტომაც ნახეთ ძმა ყავდა და გაიქცა მაშინ კაცის წერია. მე ნახეთ კიდე მეორდება, როცა დაუნახა თავის და საყურეები და ხელზე, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირფასი ოქროს ნივთები დაინახა რომ ვიღაცა კაცმა უცხო კაცმა აჩუქა თავის დას და იფიქრა რომ ეხლა იმას თუ არ მეცხო ავშენდი ეხლა ამას მე ჩვენ ვნახავთ როდესაც რებეკაშვილი ანუ ლაბანის დიშვილი მასთან იცხოვრობს იაკობი გარკვეული წლების განმავლობაში 20 წელიწადზე მეტი თქვენ ნახავთ რომ ესე იგი იაკობს დატანჯავს ფაქტურად 7 წელი ერთი გოგოსთვის ამუშავებს მეორე 7 წელი მესამე 7 წელი კიდე რაღაცა იმისთვის რომ იაკობმა თავისი სიმდიდრე დააგროვოს ამდენი წელი ფაქტურად უხასოდ იმსახურება რომ ცოტა სიხარბე აქვს და შესაბამისად გარბის ამ კაცის სანახავად. უთხრა შინ წამოდი უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის გახარ, ბინა და აქლებების სათქმელი გამზადებული მაქვს. შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლებებს საკაზმები, აქლებებს ბზე და საკვები დაუყარა მას და მის თანხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა. ფეხის დაბანა აღმოსავლეთის ტრადიციაში იყო ყოველთვის დიდი პატივისცემის გამოხატულება. თქვენ გახსოვთ რომ მასწავლებელმა თვითონ დაბანა ფეხი თავის მოციქულებს ეს გახდა განსახიერება იმისა რომ თვითონ იყო მაშინ იმ შემთხვევაში მასპინძელი რადგანაც თვითონ გაუმასპინძლა რომ ესე არის ხორცი ჩემი ეს ჩემი აი ფეხის დაბანა ხდება სწორედ ამის წინ და ეს ძალიან საინტერესო ტრადიციაა. ბუნებრივია უდაბნო პირობებში როდესაც ადამიანები მგზავრობდნენ და მაშინ ესეთი ფეხსაცმელები არ იკერებოდა როგორც ეს არის დაახლოებით სანდლების მაგვარი იყო მთელი ტერი და ჭუჭხი გროვდებოდა რა თქმა უნდა ფეხთან, იმიტომ რომ მოიხსენება უდაბნო ადგილას, როდესაც ქვიშიანია და მთლიანია და როდესაც ფეხს აბიჯებს ადამიანი, ფეხზე როგორ ეს ფეხები ამ სიცხისგან სივდება, მოიხსენება, იღლება, ნახეთქების ჩნდება, შესაბამისად სადღაცას წყალთან გაფეთრებენ ფეხს და ეს არის ძალიან დიდი შვება და მასპინძლის მხრიდან დიდი გამოხატულება იყო პატივისცემისა. ამიტომ ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა ჩვენ სხვა ადგილასაც შევხვდებით ამას, როდესაც წავიკითხავთ სხვა თავებს. გაუშალე სუფრა, მან კი უთხრა, არ შევჭამ ვიდრე ჩემს ადგილს არ ვეთქვი. უთხრა ლაბანმა თქვი. ნახეთ ლაბანი აქ დაასწრებს ისევ მამამის უნდა ელაპარაკოს, ცოცხალია მამამისი ჯერ კიდევ ლაბანის მამა. მაგრამ ნახეთ თვითონ ელიაზარის როგორი საინტერესო კაცია ხა დიდი გზა აქვს გამომული ბუნებრივია შია წყურია მაგრამ ამბობს არა ვარ საფრთხო საქმეზე ჩამოსული ამიტომ სანამ არ აღსრულდება ეს საფრთხო საქმე არაფერებს ის არაფერს ლაპარაკობს საინტერესოა თქვა აბრაამის მორჩილი ვარ მე დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი
მის სამას ხვარძროხა, უფრო ვერცხლი, ხმები და მხევლები, აქლემები და სახედრები. უშვა ჩემს პატრონს სარამ მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადოები. დამაფიცა ჩემმა პატრონმა არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მეცხოვრობ. არამედ წადი ჩემი მამაპაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქედან მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს. უთხარი ჩემს პატრონს, რომ არ წამოყვეს მეთქი ხალი, ნახეთ, მეორდება მთელი ეს ისტორია, რაც მოხდა აბრაამთან, როგორ დააფიცა აბრაამმა, მთელი ეს დიალოგი მეორდება. მერე მეორდება, როგორ მოვიდა წყაროსთან, როგორ ილოცა, როგორ გამოჩნდა რებეკა, როგორ დაალევინა წყალი, როგორ აქლემებსაც. ამათ კი უყვება, მაგრამ საინტერესო რა არის? ბიბლიაში თითოეული ასობგერის ეკონომიას აკეთებენ, იმიტომ რომ ეს ხო თავზე იწერება. ეს ხო არ არის ფურცელი და პრინტერი, ხო არ უდებთ რომ აბა დაბეჭდა, აბა დამოუშვა, რამდენი ფურცელიც გინდა. ძალიან დიდი ეკონომია აკეთდება, ხმოვნები საერთოდ არ იწერება, ყველა სიტყვა ერთმანეთზე მიჯრით არის მიწყობილი, რომ მაქსიმალურად ეს სამხელა ისტორია თავიდან რაღაც ხო შეიძლება მოკლედ ეთქვა, რომ ჯერთ ეს მინდა გითხრათ, რომ არის მაშინდელი წერლობის ესეთი სტილი, მაგრამ არაფერი შემთხვევითი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიბლია თვითონ ღმერთი ამ შემთხვევაში ელიაზარს ძალიან დიდ პატივს მიაგებს, იმიტომ რომ მისი ეს ნალაპარაკები ჩაიწერა თვითონ ეს სიტყვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდ პატივს მიაგებს მას მოსე, რომელიც წერდა ამ შემთხვევაში ამ ყოველივეს, მან იცოდა რომ უხალი დიდ პატივს მიაგებდა ელიაზარს და შესაბამისად ეს პატივისცემის ნიშნად ყველაფერი ის რაც მოხდა, რასაც ელიაზარი ხო შეიძლებოდა რაც მოხდა, რომ აი ესე მოხდა და მორჩა ერთი წინადადებით დაწერილი. არა, თითოეული ეს დეტალი რომ ჩემს პატრონს რომ არ წამომყვეს მეთქი ხალი, ნახე აკონკრეტებს, მითხრა უფალი რომლის წინაშეც მე დავდივარ თავის ანგელოს გაახლეთ და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს. მოუყვან ცოლ ჩემზე, ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამაპაპის სახლიდან. მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ. თუ არ გამოგაყოლეს ხალი, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან. აი დეტალებში ყვება ამას ყოველივეს და დეტალებში არის ჩაწერილი ეს ყველაფერი. მივედი დღეს წყაროსთან და ვთქვი, უფალო ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, სასიკეთოდ წარიმართე გზა, რომელსაც ვადგილობ. აღარ გავარ წყაროსთან, როცა მოვა მაწვილი ხალი წყლის ამოსაღებად და ვეთქვი, ცოტა წყალი დამალევინე მეთქი შენი კოკიდან. ისიც მიპასუხებს, შენს დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებს დავარწყულებო. სწორედ ის ხალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალ ჩემი პატრონის შვილისთვის. ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, ნახეთ. აჰა მოდის რებეკაც, ხარზე კოკა შედგმული, ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. უთხარი დამალევინე მეთქი, უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა, დალიე და აქლემებსაც დაგეწყულებო. ნეს დავლიე და აქლემების დამეწყულე. ვკითხე ვისი შვილი ხარ მეთქი, მითხრა ბეთუელის შვილი ვარო, ნახორის და მელქას ძისო. მაშინ ჩამოვკიდე საყურები და ხელზე სამაგურები გავუკიდე. მუხლი მოვიყარე და თაყვანის ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმის წული მიშვენს მიუგვარო ცოლად. მოუყვა მოკლედ ყველაფერი და რადგანაც წმინდა წერილი ასეთ პატივს მიაგებს ელიაზარს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაიმეორა და დაწერა, ჩვენ წავიკითხეთ და აქ გავაგზავნებთ ახლა 59 წელს. ახლა მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით. თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ. რას ნიშნავს მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ? მარჯვენა ყოველთვის ნიშნავს სასიკეთო საქმეს, მარცხენა არასასიკეთო საქმეს. აი ეს ყველაფერი რატომ მოუყვა? რომ ეს ამ ყველაფერში ღვთისმება უნდა რომ დაანახოს. ფიცით აბრაამისგან აქვს მიღებული ფიცი, დანარჩენი ის თვითონ რაც ილოცა და მომენტალურად გულში დამთავრებული არ მქონდა ჩემი ლოცვის თქმა რომ ამბობს. მაშინვე ესე იგი გამოჩნდა რებეკა მხარზე კოკა შედგმულიო, უნდა ამით დაანახოს რომ ეს არის ის ღვთისმება, რომელიც გამოვლინდა იმ წუთში, როგორც კი ამ ადამიანმა ითხოვა ეს უფლისაგან და იქვე ეუბნება რომ მითხარით თუ თქვენც ხედავთ ამაში ღვთისმებას და თანახმანი ხართ, ესე იგი სასიკეთოა ეს საქმე, ანუ მარჯვენას ნიშნავს ეს, თუ არა და მარცხენა, ანუ მარჯვენაში და მარცხენაში მხოლოდ ამას გულისხმობს და არა იმას, რომ მარჯვენა ძალა მარცხენა ძალა. მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა, ბეთუელი აი რახან ესე წერია რომ ბეთუელმა, შესაბამისად ბეთუელი
ცოცხალია კიდევ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჯერ მაინც ლაბანი წერია, არ ქონდა ლაბანს ამდენად, მაგრამ აქტიურობს ლაბანი. რადგანაც ნახა, რომ ოქროებთან აქვს საქმე და კიდევ მეტი შეიძლება ოქრო მოიპოვოს. უთხრა ლაბანმა და ბეთო, უფლისგან არის ეს საქმე. ვერც სულს გეტყვით და ვერც კაცს. აჰა, აგერ არის რებეკა, წაიყვანე და წადი. გახდეს შენი პატრონის ძისწორი, როგორც უბრძანებია უფალს. როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, დაბლად თაყვანისცა უფალს. აი დაბლად თაყვანისცა და აქ რო წერია მუხლი მოიძრიგა და თაყვანის იცით რა განსხვავება. დაბლად თაყვანისცემა არის, რასაც ჩვენ ვეძახით მეტანიას. ანუ დაიჩოქა და მიწაზე თავი დაატოვა. და იმ შემთხვევაში წერია აი ის რაც გითხარით როგორც ხო. ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, ნუ არ შემცდარა ლაბანი. ამოიღო სამოსელი და მისცა რებეკას, მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები. მის ძმასაც უწერია, ნუ ლაბანი ეთქობა ესე თვალებით უყურებდა, მიხვდა ელიაზარი, რომ ამას ახლა საჩუქრს თუ არ მიცევდა, ხო, შეიძლება კარი ვერ წაიყვანა და შესაბამისად ლაბანსაც საჩუქრებს. ჭამეს და სვეს, მან და მისმა თანხმლებმა კაცებმა, ღამე გაათიეს, ადგილე დილით და თქვა მორჩილმა, გამიშვით ჩემს პატრონთან. ნუ ეხლა ელიაზარი ამბობს, უნდა დავბრუნდეო მეორე დღეს. უთხრეს ქალი ძმამ და დედამ, დარჩეს ჩვენთან ხმაწვილი ქალი ერთხანს 10 დღით მაინც, მერე კი წარ. რატომ წერია იცით ეს სიტყვები რომ ამ ღამეს მამები ესე ვარაუდობენ და გარდამიცემა არსებობსო, ბათუელი გარდაიცვალა. საიდან ჩანს ეს აქვე გამოჩნდება ახლა რომ წავიკითხავთ ამ ტექსტს. ეუბნებიან რომ ერთი 10 დღე დარჩეს გლოვის დღეებია. დღეს გარდაიცვალა კაცო, იმას იმ დღესვე დამარხავენ მაშინდელი ტრადიციის თანახმად, მაგრამ უნდა იგლოვოს ქალმა ერთი 10 დღე მაინც მამამისი გამოიგლოვოს და მერე წაიყვანოს. უთხრა მორჩილმა, ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან. თქვენს დაუძახოთ ხმაწვილთას და ვკითხოთ რა სიტყვას. ანუ თვითონ რებეკამ გადაწყვიტოს. დაუძახეს რებეკას და კითხეს. თუ წახვალ ამ კაცთან ერთად, უთხრა წავალ. გაიზრუნეს რებეკა, თავიანთი და მისი ძიძითურთ აბრაამის მორჩილი და მისი კაცები. დაალოცეს რებეკა და უთხრეს. ჩვენი დახარ შენ. აი აქ წერია პირდაპირ რომ ლაბანი მოგწავს რებეკას. რადგანაც არ ქონდა ლაბანს დალოცვის უფლება, თუკი მამამისი ცოცხალი იქნება. ხო, ბათუელი უნდა გამოსულიყო და ბათუელს უნდა დაელოცა თავისი ქალიშვილი, უნდა ეთქვა შვილო, აი ახლა რაც წერია აქ რომ ევრათასჯერ იმრავლენ, თავისი მტრების ქალაქებში დაიმკვიდრო შენმა თავმომავლობამ, ეს სიტყვები უნდა ეთქვა ბათუელს, მაგრამ რადგანაც ბათუელი აქედან ჩანს, რახან ლაბანი ამბობს ამ სიტყვებს, შესაბამისად ბათუელი იმრავლეს გარდაიცვალა. ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აკლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა. აი ამაშიც ალეგორიულ განმარტებას ხედავენ მამები, როდესაც ამბობენ რომ აკლემზე შემოიჭრა რებეკა, აკლემს აქვს ორი პუზი, შესაბამისად ეს არის ეკლესია, რომელსაც აქვს ძველი და ახალი აღთქმის წიგნი და აი ამ ძველი აღთქმიდან მოდის ახალ აღთქმაში თავის სიძესთან. სიძე განაპირობას ზოგადად ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება, როდესაც ის თავისი სისხლით გამოისყოდა კაცობრიობა ჯვარს. ხოლო ისააკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში. გავიდა ისააკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს, გაიხედა და ხედავს. აჰა, აკლემები მოდიან. ანუ ისააკი მარტოა, დედა გარდაეცვალა და მან მინდა გითხრათ, რომ ძალიან განიცადა ისააკმა თავისი დედის გარდაცვალება, მას ძალიან უყვარდა დედა. მაგრამ ამ გარდაცვალებას ჰქონდა კიდევ ერთი ძალიან აქვე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ტექსტს წავიკითხავთ, მე გამოჩნდება რა. არსებობს ესეთი გარდამოცემება, რომ სარა განსაკუთრებული ქალი იყო, ეს არა მარტო რომ აბრაამის ცოლი იყო და აბრაამი დიდი წინასწარმეტყველი. თვითონ სარა იყო ძალიან განსაკუთრებული ქალი და ამბობენ რომ მის კარავზე სადაც სარა ცხოვრობდა, გამოდმებულად რაღაცა სინათლე. ეს არ იყო ჩვეულებრივი სინათლე რაღაც ჩვენ რო შეგვიძლია ავანთოთ და გავანათოთ, არა, რაღაცა თითქოს ზეციდან ჩამოშვებული სინათლე. და რომ გარდაიცვალა ეს სინათლე დაიკარგა. და შესაბამისად ისააკს აქვს განცდა ერთი იმისა, რომ დედა გარდაეცვალა და მეორე რაღაცა ეს შუქი აღარ ასხივებს მისთვის. იმიტომ რომ სარა ნამდვილად ასხივებდა, იმდენად წმინდა ქალბატონი იყო სარა, ასხივებდა აი ამ შუქს
და ესეთი გარდამოცემა დღემდე არსებობს ებრაელებში, რომ სარას კალავზე ყოველთვის ესეთი სხივი იდგა და ამიტომ ძალიან მწუხარებაშია ისააკი მინდა გითხრათ. გამოდის ასე რომ თანიც ის რომ წასული ელიაზარი რომ მას ცოლი უნდა შეერთოს და ბუნებრივია ახლა იბოდება თავის საცოლესაც. აიხედა რებეკამ, დაინახა ისააკი და ჩამოვიდა აქლემიდან. უთხრა მორჩილს, ვინ არის ის კაცი მინდორში რომ მოდის ჩვენ შესახვედრად? თქვა მორჩილმა, ჩემი პატრონია. აიღო ქალმა და რიდეთ ჩამოიფარავა. წესი იყო ესეთი რომ თავის საქმეს ესე არ უნდა აჩვენებოდა თავის დრომდე. უამბო მორჩილმა ისააკს ყველაფერი რაც გაკეთა. უამბო მორჩილმა ისააკს ყველაფერი რაც გაკეთა. ის ტექსტი წერა რაც თქვა ბათუელს და ლაბანს მოუყვა. თუ შეიძლება ასე დაწერილიყო იქაც რომ უამბო თქვა ბათუელს რაც დააბარა აბრაამმა და მორჩილმა ყველაფერი რა. არა ეს პატივისცემაზე მინდა გავამახვილო. უბრალოდ აქ ახლა კიდე ერთხელ ამის გამეორება ნამდვილად უპრეზიდენტი იქნება. შეიყვანა ისააკმა ქალი თავის დედის სარას კარავში, შეირთო ცოლად, შეუყვარდა იგი ისააკს და დედის გამო მწუხარება გაუქარდა. აი სწორედ ამიტომ წერია რომ დედის გამო მწუხარება გაუქარდა, კვლავ გამოჩნდა სხივი აი ამ კარავზე, რომელ კარავშიც რებეკამ დაიმკვიდრა და მიხვდა ისააკი, რომ ნამდვილად ღირსეული ქალი შეირთო ქალი, რომელიც მას ცხოვრების მეგზურობას გაუწევდა და რაც თავარია აბსოლუტურად რელიგიურად ესეთი ცნობიერი ქალი, რელიგიურად მართალი ქალი. კი ბატონო, რელიგიურად რომ აი ამ ერთ სარწმუნოებაში და რასაც ემსახურებოდა ისააკი და მისი ოჯახი და რა შთამომავლობას მათგან უნდა წამოსულიყო, იქნებ რომ სწორედ ის ქალი შეირთო განსხვავებით თავისი ძმისგან ისმაილისგან, რომელმაც ესე იგი ვერ გაამართლა იმედები. თუმცა კი მოინანია და ჩვენ ნახავთ რომ აბრაამის დაკრძალვაზე ისმაილი წყებულობს მონაწილეობას და შესაბამისად ეს აღნიშნულია იმისა რომ მან მოინანია და მამასთან ურთიერთობები აღადგინა და ჩვეულებრივ სპორებას აგრძელებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ისმაილის შთამომავლობაზე ჩვენ არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ხედავთ რომ ისააკისგან წამოვა ის საზოგადოება, სადაც მესია მცნელი უნდა გახორციელდეს და მინდა გითხრათ რომ თემი ძველი აღთმა ამაზეა მიძღვნილი მომზადება სამყაროსი, რომ განხორციელდეს მხსნელი, რომელიც გამოგვიხსნის კაცთა მოწმას ცოდვის თხოვებისაგან. ესეთი გახლავთ 24 თავი. ძალიან საინტერესო მინდა გითხრათ თავისი სახესიმბოლოებით, თავისი შინაარსით, თავისი რაღაც აი რომ ვკითხულობ ძველ აღთქმას თუ ახალ აღთქმას ზოგადად ბიბლიას იყვარდება ის პიროვნება გიყვარდება მის ცხოვრებას ნახულობ, ხედავ რომ შენნაირი კაცია, შენნაირი ადამიანია, მაგრამ რაღაცა გარკვეულ სიწმინდეს მიღწეული, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავისი უბრალოებიდან, თავისი სტუმართმოყვარეობიდან აბრაამი, რაღაცა კაცთმოყვარეობიდან, ისააკი თავისი მორჩილებით, რაღაც საოცარია და აი როგორც ვთქვათ, სიმბოლურია რომ აბრაამზე ამბობენ ეს არის რწმენა, ისააკზე ამბობენ ეს არის იმედი და იაკობი რომელიც რებეკასთან შეეძინებოდა, მასზე ამბობენ რომ ეს არის სიყვარული და ამ სიყვარულზე წავიდექოთ შემდეგ თავში, როდესაც გაჩნდებიან ბუბები, ესავი და იაკობი. ასე რომ ეს გახლავთ 24 თავი, შეგვიძლია დავამთავროთ ეს ამ ჩვენი